გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness podcast-ია. ჩემი დღევანდელი სტუმარია ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ნინო პატურაშვილი. მე ვარ ნინო პატურაშვილი, ექიმი ფსიქიატრი, ევროპის კოგნიტური და ბიჰევიორული თერაპიების ასოციაციების მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი. გამარჯობა ნინო. გამარჯობა თაკო. ძალიან მიხარია, რომ ხარ ჩემი სტუმარი დღეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო თემაზე გვიწევს დღეს საუბარი, კვებაზე, კვებით აშლილობებზე და ზოგადად კვების ფსიქოლოგიაზე. ვისაუბროთ. ჩემი პირველი კითხვა იქნება, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ კვებასთან აქვს არა ჯანსაღი დამოკიდებულება? რაც შეეხება არაჯანსაღ დამოკიდებულებას კვებასთან ან არაჯანსაღ კვებას. ეს ტერმინი ძალიან დამკვიდრებული ამ ბოლო პერიოდში საზოგადოებაში. აღარ ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები ესე არ ვხედავთ ამ ამბავს, რადგან კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს ისედაც აქვთ ეს საკვები პროდუქტები დაყოფილი ორ ჯგუფად. ჯანსაღი და არაჯანსაღი, საშიში და უსაფრთხო საკვები. ამიტომაც ისინი თავს არიდებენ გარკვეულ საკვებს და ეს არაჯანსაღ საკვებში ძირითადად რაც ჩემი პაციენტებისთვის მიკითხავს, ჩამომithვლიან ხოლმე მაღალი შაქრის და ცხიმის შემცველ პროდუქტებს და ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებს. მაგრამ ეს საკვები პროდუქტები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის და საშიში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდეს, თუ ეს იქნება იმაზე დიდი ოდენობით გამოყენებული და ჭარბად, ვიდრე ეს ჩვენს ორგანიზმს ჭირდება ენერგიის წყაროდ. მე მაქვს ახლა ესეთ კითხვას დაგისვამდი. შაქრებში ჩემთვის პირადად, როგორც თქვა რაღაც ნუტრიციოლოგის განათლების მქონე ადამიანს, ნიშნავს რაფინირებული შაქრის არაჯანსაღი კუთხით მოხსენებას და არა ვთქვა ზოგადად შაქრების, იმიტომ რომ შაქარი შეიძლება ხილიც იყოს და ფინიკიც და თაფლიც. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრება, მაგრამ ნახეთ, ეს საკვები, რომელიც არის მაღალი შაქრის და ცხიმის შემცველი, არის დესერტები, რომლის მიღება ნორმალური და ბალანსირებული კვების დროს არის დაშვებული და აუცილებელიც კია. იმიტომ რომ, როდესაც ამ საკვებს ვიღებთ ჩვენი რაციონიდან, სწორედ ამ საკვებით გვემართება ხოლმე შემდეგ უკონტროლო კვება. და რადგან აკრძალული საკვები არის ეს, მაგრამ გემრიელია და ძალიან გვიყვარს ეს, ხო? ნორმალური კვების ნაწილია დესერტის დაყოლება რაღაცა ძირითად კვებაზე, ხო? და ეს არის გასართობი და გვეხმარება სოციალიზაციაში, სასიამოვნო, ხო? როდესაც მაგალითად მეგობართან მიდიხარ, გეპატიჟება ყავაზე და ნამცხვარზე, ხო? მათთან კომუნიკაცია მოგდის ამ შემთხვევაში, როდესაც ვიღებთ ამ გასართობ საკვებსაც. თუ ამაზე ვამბობ თუ არს, შესაბამისად შეიძლება ეს ურთიერთობები შეგვიზღუდოს და გავხდეთ იზოლირებული გარე სამყაროსგან. მოხდეთ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყოველ დღე და ყოველ წუთში ამას ვაკეთებდეთ, ან კინოში დავდიოდით სულ პოპკორნი გვეჭიროს ხელში ან ჩიპს. ეს ამას არ გულისხმობს, მიხვდით? ეს არის გასართობი საკვები, რომელიც გვეხმარება ხოლმე სოციალიზაციის პროცესში. თავარი პრობლემა ესეც საკვებს აქვს კონტროლის დაკარგვა. ვერაზროს ვერ აკონტროლებ, რამდენი უნდა მიირთვა, ან ბალანს ვერ აღწევ ესეთი საკვების შექცევის დროს. იშვიათად მინახავს. აი, ნახეთ, ბალანსირებულ კვებაში ესეც იგულისხმება ზუსტად, რომ თუ მე ვჭამე ძირითადი საკვები, ერთი კერძი, სალათით, პურით, ცოტა ყველით, აი ესეთი ტიპის საკვები და დავაყოლე ამას დესერტი, ხო? მე არ დამჭირდება ამ შემთხვევაში მთლიანი ნამცხვარი შევჭამ. ყოველ დღე? ყოველდღიურად შესაძლებელია, იმიტომ რომ ბრიტანული ვერსია ამ ბალანსირებული კვების გეგმის, რასაც ჩვენ მივყვებით საქართველოში ეს ფსიქოთერაპევტები, ვინც გავიარეთ ეს პრაქტიკა კვებით აშლილობებთან მკურნალობის, ხო, ესენი რეკომენდაციას იძლევიან ძირითადად ადამიანს ჭირდება 1-3 ულუფა დაახლოებით დესერტი დღეში. თუ ამას ვიღებთ რეგულარულად, ეს არც გვენატრება ისე და ეს უკონტროლო კვებაც არ გვემართება კონკრეტულად ამაზე. კარგით, ახლა მე ჩემ პირად მაგალითს მოგიყვანთ მაშინ. მე ვაყოლებდი ყველა კვებას დესერტს და გადამივიდე უკონტროლო ტკბილის მოხმარებაში. აი მაგ შემთხვევაში ახლა რა ხდება? შეიძლება რა მიზეზები იყოს, ნახეთ, კონკრეტულად ამ საკვების მიღება გვჭირდება ხოლმე მაშინ, როდესაც უფრო მეტი იმ შემთხვევაში თუ არასაკმარისი იყო ის ძირითადი კვება. შეიძლება
არ ვიცი. შესაძლებელია. ჩვენ ამას ვარკვევთ ხოლმე კვების დღიურებით, რასაც პაციენტებს ვავსებინებთ ხოლმე, რომ იქნებ რაოდენობა იყო ცოტა ამ საკვების, რაც მივიღე საუზმეზე ან ლანჩზე ან სადილზე. ან არ იყო დაბალანსებულად. ხო, ან არ იყო და ან შემადგენლობა არ იყო ისეთი აი კლდა იქ ნახშირწყალი ვთქვათ, რთული ნახშირწყალი, რომელიც მე მომცემდა სისხლში გლუკოზას დამირეგულირებდა. მიხვდით? ანუ ეს იქნებ ეს პრობლემები. ან იქნებ დიდი შუალედი გავიდა ერთი კვებიდან მეორემდე და ზუსტად ამ პროდუქტით გვიწევს მაშინ ენერგიის შევსება, იმიტომ რომ ეს ენერგია ძალიან სწრაფად მაძლევს ენერგიას ტკბილეული. დიაბეტი, როდესაც აქ ადამიანებს და აქვს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა, ხო, როგორ იქცევიან შაქარს აძლევენ ეგრევე, ხო? იმიტომ როდესაც მე მაქვს ფიზიკური შიმშილი, დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაში ვარდება ჩემი სხეული, რადგან როდესაც შევჭამ მე კვება მაქვს ისეთი რომ არის რთული ნახშირწყლებით დაბალანსებული ცილაც არის ბოსტნეულიც არის რძის პროდუქტის და ესეთი საკვები მივიღე ამ შემთხვევაში ჩემი ორგანიზმი ამას გამოიყენებს დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ უკვე ფიზიკური შიმშილის სიმპტომები იწყება, რადგან გლუკოზის დონე კლებას იწყებს სისხლში და ეს სიმპტომებია ზუსტად მაგალითად ხმაურიანი მუცელი, სიცარიელის შეგრძნება, რაღაც საჭმელზე ფიქრები იწყება ამ დროს უკვე, რაღაც კონცენტრირებას ვეღარ ვახერხებ ამ რაღაც საქმეზე, ხო? და თან შეიძლება გაღიზიანებულიც ვიყო. დროს და რაღაც მშივერი. ანუ ეს არის ფიზიკური შიმშილის სიმპტომები და თუ ეს 3-4 საათის განმავლობაში მე მინარჩუნებს გლუკოზას ნორმაში, ხო? შემდეგ უკვე მჭირდება ახალი ენერგია. რაც უფრო დიდი დრო გადის ერთი კვებიდან მეორემდე, შეიძლება გლუკოზის დონე ისე დამივარდეს მე, რომ მაინც და მაინც ეს მაღალი შაქრის შემცველი პროდუქტი დამჭირდეს იმისთვის, რომ ხო. და ამას მაშინ ვერ გავაკონტროლებ ამის რაოდენობას. მაშინ ხდება უკონტროლო კვება. აი ანუ ნახეთ ფიზიკური შიმშილია ხოლმე ძირითადად გამომწვევი ნებისმიერი უკონტროლო კვების. და თუ ვთქვათ პირადად ჩემი მაგალითს ვიტყვი კიდევ, ყოველი ესე იგი კერძის შემდეგ ამ დესერტის დაყოლებით, რაღაც ასაკში, სადაც 37-ის ვიყავი, გავხდი უენერგიო, დაღლილობა მქონდა და აი კონცენტრაცია რო ვახსენეთ, ეს რაც ფოგი მაინც ეძახიან, დაბინდული გონება, ალბათ. და მაქედან გამომდინარე მე ვისწავლე ეს რაც ნუტრიციოლოგიის განათლება მივიღე, ამოვიღე შაქარი, გადავედი ჩემენაზე, ჯანსაღ კვებაზე და ბევრად კარგად უგრძნობ თავს. მაქვს მე რაღაც შეიძლება რომ თქვათ რომ მე რაღაც დარღვევა მაქვს, რახან ეს არჩევანი გავაკეთე. მაგრამ ვერ ვიტყოდით ესე იცით, იმიტომ რომ დარღვევად რომ მოვნათლოთ ეხა რაღაცა და დიაგნოსტირებული იყოს ეს, ხო? ძალიან ბევრი სიმპტომი უნდა ემთხვეოდეს და ჯდებოდეს ამ კრიტერიუმებში, მაგრამ ესეთ შემთხვევაში მაინც რაღაცა ორგანულ დარღვევებზე მაქვს ხოლმე ეჭვი და შეიძლება ენდოკრინოლოგთან ან ხო, აი ესეთ სპეციალისტებთან საბედნიერად. იმიტომ რომ აი შეიძლება ესეთ სიმპტომი გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა, შეიძლება პროლაქტინის მაღალმა დონემ, ან რაღაც ანუ ესეთი მადის რაღაცა ცვლილებები, მიხვდით? და აი შეიძლება რაღაცა ეს მიზეზები იყოს ხოლმე, ან ნუ არარეგულარული კვების არ იყო ეს მიზეზები, უბრალოდ დავაკვირდი, რომ რაფინირებული შაქარი რაღაც ასაკამდე საერთოდ არ მაწუხებდა და შემდეგ უკვე მივხვდი, რომ რაფინირებული შაქრის ესე ხშირად მოხმარებამ მომცა ესეთი უარყოფითი შედეგი და რო ამოვიღე, კარგი, მაგრამ ეს სულ აკრძალული რა თქმა უნდა. ხო, აი აკრძალვა არის ხოლმე ძალიან სახიფათო. პერიოდულად ხომ ძალიან მიყვარს მე თვითონ, მაგრამ ვთქვათ სახში აღარ ვაცხობ. ანუ იმიტომ რომ მე შეიძლება შემომეჭამოს იმაზე მეტი ვიდრე ვთქვათ მინდა. და ხო, ანუ გასაგებია. საინტერესო ის არის, ხედვა არის, რომ ესე ვთქვათ ჯანსაღ და არა ჯანსაღ საკვებად ფსიქოლოგები არ ყოფთ. არა, ეს პირიქით ეს უკვე პრობლემა არის და პაციენტი ზუსტად ესე მოდის, რომ აი ეს არის საშიში და ეს უსაფრთხო და თუმცა აი ესეთი დიფერენცირებას აკეთებენ ხოლმე საკვების შესაბამისად ვერ მარაგდება მათი ორგანიზმის აკმარის ნუტრიენტებით და მე ვიღებთ რაღაც
დიაგნოზებს. თუმცა აი ამერიკაში ხარ უსმენ თქვათ პოდკასტებს ძალიან ცნობილ ექიმებს ეძახიან ესე ნამდვილ და არანამდვილ საკვებს, იმიტომ რომ იქ რაღაც კიდე სხვა პრობლემის წინაშე დგანან და შესაბამისად ალბათ ბრიტანეთთან განსხვავდება თქვათ ამერიკის პრობლემები. ძალიან საინტერესო იყო ეს თქვენი ხედვა. რა ფსიქოლოგიური მიზეზები უდევს საფუძვლად ზოგადად ზედმეტ ჭამას და ესე ეძახიან binge eating-ი, binging-ი. ესე თარგმნეს ბოლო გადახედვა იყო დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 გადახედვაში ჩვენმა ფსიქიატრებმა უკონტროლო კვების აშლილობა ესე დაარქვეს ამ binge eating disorders. უკონტროლო კვების აშლილობა. რა ფსიქოლოგიური საფუძვლები ჩვენ ვილაპარაკეთ შიმშილზე და შიმშილით გამოწვეულ უკონტროლო კვებას. ეს ერთი მიზეზი არის. მხოლოდ ფსიქოლოგიური მიზეზები არ არის ხოლმე უკონტროლო კვების ეპიზოდების გამომწვევი. არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. იმიტომ რომ ორი გზა არსებობს ამ კონკრეტულ მდგომარეობამდე მისასვლელად. ერთი არის ფიზიკური შიმშილი და ეს გლუკოზის დაბალი დონე და რაღაცა ეს და მე უკვე ივსებ ალბათ ამ მარაკს, ამას ვეღარ გააკონტროლებ. ასე ვთქვა. მეც დამართნია ეგეთი რაღაც, თქვენს დაგმართეთ, მთელი დღე რო ვერ მომიხერხებია ჭამა, მე ვერ გავჩერებულ ვარ და ყველას გვემართება ესეთი რაღაც. ეს ფიზიკური შიმშილით დაატრიგერებული გზა არის და კიდევ არის ემოციური მდგომარეობის დაატრიგერებული გზა, რომელიც არის და უკავშირდება სწორედ იმ ნეგატიურ ემოციურ მდგომარეობას. მაგრამ შეიძლება დადებით ემოციებსაც უკავშირდებოდეს ეს, მაგალითად უთქვამთ, რომ რაღაც მივახციე, რაღაც ჩავაბარე და აღვნიშნე. და აჯილდოვებენ საკუთარ თავს. აი ამისთვის ხო. აი ამ ემოციურ მდგომარეობის ან აღსანიშნავად ან ამ ემოციებთან გამკლავების გზად შეიძლება იყენებდეს ადამიანი, ვთქვათ, აი ამ კვებით ქცევას. და ეს არის უკვე ეს არის ემოციური გზა, აი ამ უკონტროლო კვებამდე მისასვლელად. თუ არის გაბრაზებული, თუ ეწყინა, თუ რაღაც სევდიანია და ასე შემდეგ, ხო? აი ამასთან ხო, შფოთავს ხელავს რაღაცაზე, შეიძლება აი ამ დროს, მაგრამ როგორი რაღაცა არის, იცით, ეს კვება, რომ დეპრესია, შფოთვა, მაგალითად, როდესაც დიაგნოზის იმებს ვკითხულობთ, ხო, სიმპტომებს, იქ წერია ხოლმე ესეთი რაღაც, რომ ადის გაძლიერება ან პირიქით შემცირება. და ესეც შეიძლება არ იყოს თვალთკვებითი აშლილობისთვის დამახასიათებელი რაიმე ესეთი კონკრეტული სიმპტომი. იყოს უბრალოდ დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი უმატობა ან ზედმეტი კვება. ან შფოთვისთვის დამახასიათებელი ეს. ანუ ამ შემთხვევაში თუ სხეულის იმიჯი რაღაც პრობლემა არ არის, ეგ თვით შეფასების სხეულთან დაკავშირებული რაღაც ესეთი ჩივილები არ აქვს, რომ რაღაც არ მოწონთ თავისი გარეგნობა და რაღაც და ნუ მხოლოდ ამ სტრესული სიტუაციით არის ეს მადის გაძლიერება ან შემცირება გამოწვეული, აქ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის უკონტროლო კვების რასაკებია. მაგრამ ეს თქვათ ეს უკონტროლო კვებას თუ მიყავხარ, მე ვთქვათ ისეთ ემოციურ მდგომარეობამდე, როდესაც გაქვს დანაშაულის გრძნობა. აი კი, ანუ ეს ისეთი ეს უკონტროლო კვებად როგორი ეპიზოდი, ხო, აი ისეთი იღებ, რომ უკვე გრძნობ რო აღარ გეტევა, ვთქვათ. და მე როდესაც ხვდები, რომ ეს ამ დროს რაღაც თითქოს აზიანებს უკონტროლო კვება, იმიტომ ქვია, რომ ამ დროს აქვს ადამიანს კონტროლის დაკარგვის განცდა. ხონდა ეს როგორი რაღაც არის, იცით, ძალიან მოკლე დროში მართლა დიდი ოდენობით საკვების მიღების ეპიზოდი და მნიშვნელობა არ აქვს ეს რა არის ეს საკვები რა შეიძლება 2-3 დღის წინანდელი რაღაც გამხმარი პური რაღაც ოღონდ რამე იყოს და როგორც ყველაფერი რაც იჭმება შეიძლება აი ამის მარილიანის ამის ცვალებადობა ხო ხშირ შემთხვევაში ეს სხვა მდგომარეობაშია ხოლმე ხო აი ამ დროს უკონტროლოდ როდესაც ხო საკვების შერჩევა ეხლა ესე არ ხდება რომ ეხლა მე ვაშლით დავბინჯავ მოდი ეგრე არ არის რა საერთოდ აქ არის აი ეს ქცევა იმდენად უკონტროლო არის რომ ვერ ჩერდება ადამიანი თავს გრძნობს უკონტროლოდ აი ეს არის ობიექტურად უკონტროლო კვების ეპიზოდი თუმცა სუბიექტური ბინჯინგიც არსებობს და ეგ არის ზუსტად როგორი რაღაც მდგომარეობა იცი რომ რავი აი აკრძალული რომ მქონდა ტკბილი და აი ცოტა შემომეჭამა და აი ამაზე შეიძლება დანაშაულის განცდა
გქონდეთ ან რაღაც აი 5 რაღაც უნდა მეჭამა და შევჭამე მე-6-ს. ობიექტურად ეს უკონტროლოება არ არის რა. წავედი მაგალითად რაღაცების უფროსმა რაღაც მაწყენინა ვთქვათ და მე უსამართლოდ მითხრა რაღაც შენიშნა. მე იმას ვერაფერი ვერ უთხარი, წავედი მე სახლში და რა ვიცი, ან ბევრი ვჭამე, ან დავლიე შეიძლება, ან რა ვიცი მე კიდევ სხვა რამე განვითამაშე, ან რაღაცა, ანუ რაღაცა ისეთი ქცევა, ჩავანაცვლე თითქოს, ხო? ეს შეიძლება საკვები იყოს და შეიძლება სხვა რამე ნივთიერება. კი. და აქედან გამომდინარე საკვებიც არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც შეიძლება მოვიხმაროთ ჩემენაზე არაჯანსაღად. კი, შეიძლება ითქვას. ოღონდ ამისი ის უნდა გქონდეს წარსული გამოცდილება და ბავშვობიდან უნდა, იმიტომ რომ ეს როგორი რაღაცა არის ახლა ეს რო აი რაღაცა არაჯანსაღად აი ამ საკვების ესე მავნედ თუ რა ვიცი აი დამაზიანებლად გამოყენება. ხლებებით არის დადგენილი ახლა რომ აი ნუ რატო არის ქრონიკული ეს მდგომარეობები, ხო კვებითი აშლილობები, ბულიმია, ანორექსია, ხა ცნობილი არის ეგ ამბავი, რომ რაღაც მორეციდივე ავადმყოფობებია და შეიძლება მთელი ცხოვრება გქონდეთ რაღაცა გამოვლინებები და გამწვავებები, ხო? მაგრამ ესეც არ არის მთლად ყველა შემთხვევაში ესეთი ამბავი და სრული რემისიაც ყოფილა. იმიტომ რომ გაჩნია ასაკს რა პერიოდში იწყება ეს აშლილი. იმიტომ რომ ნახეთ დაახლოებით, ნუ ძირთად ხო ქალებშია ხა ეს ჩვენთან საქართველოში მხოლოდ ორი შემთხვევა მქონია მამაკაცებთან და ადრეულ ასაკში თუ იწყება ეს პრობლემა, ადრეულ ასაკში გულისხმება სქესობრივად მომწიფების პერიოდი. აი, სადღაც 11-13 წლის ასაკი, როდესაც ადამიანის ორგანიზმი ყალიბდება და მწიფდება სქესობრივად. ამ პერიოდს ემთხვევა ტვინის საბოლოოდ მომწიფება, ტვინის ჩამოყალიბება ამ სტრუქტურების და ამ პერიოდში ყალიბდება რეცეპტორები სეროტონინის და დოფამინის. თუ ამ პერიოდში იყო შიმშილი და არასაკმარისი ნუტრიენტები მიეწოდა თავის ტვინს და ანორექსია ამ დროს დაიწყო, ამ შემთხვევაში ტვინის განვითარება ფერხდება, ჩერდება ფაქტობრივად. აღარ ვითარდება რეცეპტორები სეროტონინის და ანუ აი ეს ადამიანები ვერასდროს ვეღარ სწავლობენ ემოციების რეგულირებას. ამ ემოციებთან გამკლავებას ვერასდროს ვეღარ ახერხებენ ეს ადამიანები და მადის რეგულირებას. რადგან ეს ტვინი და ნერვული ქსოვილი ისეთი ქსოვილია, რომ არ ექვემდებარება აღდგენას და ვერ გაჯანსაღდება თავის ტვინი თუ დაზიანდა, აი წარმოიდგინეთ ახლა რა ვიცი მე ხერხემლის ტრავმა აქვს ადამიანს, ის პარალიზებული რჩება, ის ქსოვილი აღარ აღდგება, ხკუნთი შეხორცდება, ხო, ჭრილობა აღდგება, ხო, ეს რაღაც გლუვკუნთოვანი ორგანოც აღდგება, ანუ ადვილი არის ამის რეგენერაცია. ნერვულ სისტემას ეს უნარი არ აქვს სამწუხაროდ და როდესაც ეს ტვინი აჩერებს განვითარებას და ჩამოყალიბებას, ზომაშიც კი პატარა რჩება მათი ტვინი. საინტერესო. და შემდგომში ხო ამ ადამიანებს მუდმივად ჭირდებათ ემოციების კონტროლზე მუშაობა, მედიკამენტოზურად იქნება ეს თუ ფსიქოთერაპიით და მუდმივად ჭირდებათ რეგულარული კვება იმისათვის რომ და აი ეს რაღაც შიმშილის და დანაყრების განცდები მათ დარღვეული აქვთ. და ამიტომ არის ესეთი სახიფათო ამ ასაკში დაწყებული კვებითი აშლილობები, რომ მე ესენი ვერასდროს ვეღარ, იმიტომ რომ ეს ტვინი აღარ ვითარდება ფაქტობრივად, ზომაც პატარა რჩება. ეს არასაკმარისი ნუტრიენტები ხო ერთი პრობლემაა და მეორე პრობლემა არის აი ზუსტად ის არაჯანსაღი კვება და რომლებსაც არ ეზღუდებოდათ და ყოველდღე შეიძლება ყიდულობდნენ ბურგერებს, ან ჩიპსებს, ან ტკბილეულს და რაღაცა ის არ იყო ზომიერად გამოყენებული, ხო? აი ზუსტად მათ უყალიბ ამათი ტვინიც ვერ ვითარდება სათანადოდ, იმიტომ რომ ესეც არ არის ტვინისთვის ის ნივთიერება, რომელიც მის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს საბოლოოდ და მომწიფებას და აი მათ უყალიბდება ზუსტად რაღაცა დამოკიდებულების მსგავსი ქცევები შემდგომში და აი ამ ნივთიერებებზე ხდებიან მე უფრო ხო. აი ეს და შენ ახსენე ანორექსია და ბულიმია და აი უფრო კარგად რო აგვიხსნა რა დიაგნოზებია ეს. ნერვული ანორექსია და ნერვული ბულიმია კვებითი აშლილობებია.
შედის ამ კვებითი აშლილობების ჯგუფში, თუმცა ამის გარდა კიდევ არსებობს სხვა კვებითი აშლილობებიც. ესენი არის უკონტროლო კვების აშლილობა, საკვებისგან თავის არიდება შეზღუდვის აშლილობა, არის კიდევ ეგეთი პიკა ქვია ამას, ეს არის არასაკვები ნივთიერებებით კვება. ეს შეიძლება იყოს მიწაც, არცი და ესეთი რაღაცეები, ლტოლვა ამ საკვების მიმართ. კიდევ არის ერთი უცნაური აშლილობა, რუმინაცია რეგურგიტაციის აშლილობა. ესე ქვია, ეს არის დაღეჭილი საკვების გადაყლაპვა და მე ისევ ამოღება პირის ღრუში და ხელახლა გადამუშავება. და კიდევ სხვა სპეციფიური მდგომარეობები, რომელიც ახსნილი არის რაიმე ტიპის სპეციფიური კვებითი აშლილობები, დაზუსტებული კვებითი აშლილობები, რომელიც ვიცით დაახლოებით ხოლმე რის გამო შეიძლება იყოს რაღაც დახრჩობის შიშის გამო, რაღაც ამ საკვებზე უარის თქმან, რაღაცა ფაქტურის და ტექსტურის გამო და ასე შემდეგ. ოღონდ ეს სხვა მდგომარეობებია და არ გავს ანორექსიას და ბულიმიას. ძირითადად ჩემს პრაქტიკაში არის ეს სამი შემთხვევა ხოლმე, ანორექსია, ბულიმია და უკონტროლო კვების აშლილობა. და ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები მომმართავენ ხოლმე. ხა, ეს სამი მდგომარეობა ერთმანეთისგან ერთმანეთს ძალიან გავს სიმპტომებით და როდესაც მოდიან ხოლმე ესე დიაგნოზებით, ხო? რაღაცა კვებითი აშლილობა შეიძლება ესეთი ზოგადი დიაგნოზი ქონდეს, მაგალითად პაციენტს ფსიქიატრისგან ესე დაწერილი. ან ერთხელ მქონდა ეგეთი შემთხვევაც, როდესაც ბულორექსია და რაღაც ანორექსია ბულიმიით, ან რაღაცა ესეთი შერეული დიაგნოზები. მაგრამ აი ამ დიაგნოზებს აქვს რაღაც ძალიან მკვეთრი ზღვარი შეგვიძლია ამათ შორის გავავლოთ და როგორ. ეს იგი, ეს სიმპტომები დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ხო, ძალიან გავს ერთმანეთს. ეხლა ანორექსიის დროს არის ძირითადად საკვების შეზღუდვა. თუმცა ბულიმიის დროსაც არის ეს საკვების შეზღუდვა და კვების გამოტოვება და რაღაც დიეტა და ასევე არის უკონტროლო კვების აშლილობის დროსაც. კვების შეზღუდვა, საკვებზე უარის თქმა და რაღაცა ესეთი ეპიზოდები. ასევე ამ დროს ანორექსიის დროს შეიძლება იყოს უკონტროლო კვების ეპიზოდებიც. ესეთი ეპიზოდები გვხდება ბულიმიის დროსაც და უკონტროლო კვების საერთო აქვთ ესენი, ხო? მე მყოლია პაციენტი, რომელსაც ჰქონდა დიდი ოდენობით საკვებს მოიხმარდა, მაგრამ აკომპენსირებდა ამას ვარჯიშით და ჰქონდა ანორექსიის დიაგნოზი. ძალიან გამხდარი იყო. კიდევ გასუქების და წონაში მომატების საშინელი შიში და შფოთვა აქვთ ამ ყველას, თუ ცოტა ზედმეტი მოუვათ, ამას აკომპენსირებენ. იგივე ანორექსიული პაციენტიც, ანორექსიის დიაგნოზის მქონე პაციენტიც, ბულიმიის მქონე პაციენტიც შეიძლება იყენებდეს ამ მაკომპენსირებელ ქცევებს, როგორიც არის მაგალითად ხელოვნურად გამოწვეული პირღებინება, საფაღარათე და შარდარის საშუალებების გამოყენება, ძალიან ინტენსიური ვარჯიში, კალორიების დასაწვავად. შეიძლება იყოს მაგალითად ინსულინის დოზის გამოტოვება, რომ არ ჭამოს. დიაბეტი აქვს, მაგრამ აი ამასაც კი აკეთებს იმისთვის, რომ საკვების შეზღუდვა გაგეს. ანუ ეს არის მაკომპენსირებელი ქცევები, რომელიც სამივე შემთხვევაში გვხდება. კიდევ, აი ამ ყველაფრის, კვებაზე, წონაზე და სხეულის ფორმებზე გადაჭარბებული ყურადღება და ეს ფიქრები გამუდმებით, საკუთარი სხეულის მიუღებლობა და რაღაცა ეს ზიზღი ყველას დიაგნოზს ახასიათებს. ყველგან გვხდება ესეთი სიმპტომები. და აი ამ თავისი კვებითი ქცევის გამო მნიშვნელოვანი დისტრესი, სირცხვილი იქნება, შფოთვა იქნება თუ რა, ანუ ეს ემოციური მდგომარეობა თან ახლავს ამას ყველაფერს. ერთადერთი განმასხვავებელი ამ სამ მდგომარეობას შორის არის სხეულის წონა. ანორექსიის დროს და აი ამ ქცევების რაოდენობა და ხარისხი. ანორექსიის დროს არის უფრო მეტად შეზღუდვის ქცევები და ამიტომ საკვების შეზღუდვის ხო დიეტების და რაღაცა ეს ამ შემთხვევაში წონა იკლებს და აქ ამენორეაც არის ხოლმე ერთ-ერთი სიმპტომი ან ციკლი უწყდება. ანუ სხეულის მასის ინდექსი არის ნორმაზე გაცილებით დაბალი. ბულიმიის შემთხვევაში ნორმაშია ხოლმე წონა უმეტესად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უფრო ხშირად არის უკონტროლო კვება და პირღებინება, მაგრამ რადგან მაინც ერგებათ ეს საკვები, ახლა იმ მომენტშივე რომ მოხდეს პირღებინება, დაახლოებით ეს უკონტროლო კვების ეპიზოდის შემდეგ, აი 2000 კილოკალორიაც რომ მიიღოს ადამიანმა 1200 კილოკალორია შეწოვას ასწრებს. გასაგებია.
და ეს გროვდება. მე მომდევნო ეპიზოდი კიდევ ამდენს დააგროვებს კიდევ და ეს წონა არ არის ხოლმე საგანგაშო. დაბალი. ან ნორმაშია შეიძლება მეტიც იყოს და იმატებდნენ ესენი ნელ-ნელა წონაში. და უკონტროლო კვების აშლილობას ახასიათებს უკონტროლო კვების ეპიზოდები უმეტესად. ეს მაკომპენსირებელი ქცევები უფრო ნაკლებია ხოლმე, ეს ვარჯიში, პირღებინება და რაღაცა ესეთები. და რადგან უფრო ნაკლები არის, ამ შემთხვევაში უფრო ზედმეტი ან ჭარბია ხოლმე წონა. ამ სამ მდგომარეობაში განსხვავებული არის მხოლოდ წონა. გასაგებია. თორე ქცევები არის ძალიან მსგავსი, ეს ემოციური მდგომარეობაც ერთნაირი. გასაგებია. ესე იგი, აი ეს პოპულარული ხა ირგვლივ კალორიების თვლა და შემდეგ აი ხა მე თუ გადავაჭარბე კალორიას, უნდა გავიდე და უნდა ვიარო ფეხით ამდენი 1000 ნაბიჯი. ანუ ეს არ არის ნორმალური. თუ არის? თუ ეს გახდა კომპულსური ქმედება, ანუ ეს შეიძლება გახდეს რაღაც აკვიატებული და ამის გამო ისეთი შფოთვა ქონდეს ადამიანს. თუ ეს ხელს არ უშლის ახლა ფუნქციონირებაში და ამის გამო არც სამსახურში პრობლემა ექნება. ხა თუ ეს იცით როგორი შემაწუხებელი ამბავი შეიძლება ეს გახდეს, იმიტომ რომ ამაზე იკარგებად ბევრი დრო, რავი, ენერგია, ხო, ემოცი, ხო. და ამაზე ფოკუსირებულია ადამიანი შეიძლება მთელი დღის განმავლობაში და ეს ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში. შესაბამისად, თუ ეს უკვე ესეთი ამბავია, მაშინ უკვე პრობლემაა. როგორ უკავშირდება ბავშვობის ტრაუმები კვების ჩვევებს მოზრდილ ასაკში? თუ ეხლა ამას გულისხმობთ ტრაუმულ გამოცდილებებში, რომ ისინი დავუშვათ ოჯახის წევრები ამას ეუბნებოდნენ, რომ აი ნუ ჭამდა, გვიანდა, ბევრს ჭამდა, რას გავხარდა ესეთი ფრაზები. იცით როგორ არის ეხლა? მხოლოდ ესეთი კონკრეტულად რაღაცა ერთი მიზეზი და ესეთი შეფასებები თუ ტრაუმა არ არსებობს ესეთი ტრაუმა, ეხლა ტრაუმა შეიძლება იყოს ის, რომ ვთქვათ, რა ვიცი, ეხლა ისეთი გამოცდილება გქონდეს ადამიანს, რომ არ იყოს საკვები სახლში. რა ვიცი. მუდმივად იყო გაჭირვება და დეფიციტი საკვების, ხო? და სახლში იყო ბევრი ადამიანი და უნდა მოგესწრო ამის ჭამა. სხვანაირად არ რჩები მშიერი, ხო? ანუ ესეთი გამოცდილების მქონე ადამიანები შეიძლება უკონტროლო კვების ეპიზოდებით იტანჯებოდნენ ზრდასრულ ასაკში, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს მუდმივი შფოთვა, რომ ის საკვები არ იქნება, რაღაც შეიძლება ესეთი დამოკიდებულება გაუჩნდეთ და ჩამოუყალიბდეთ რაღაცა კვების მიმართ. ან თქვა შეფასებას თუ უკეთებდნენ ხშირად გარეგნობაზე. გარეგნობაზე თუ შეფასებას უკეთებდნენ ხშირად, ეხა ეს ყოველთვის არ გვაძლევს კვებით აშლილობას, იმიტომ რომ რა ვიცი, ყველას გვეუბნებოდნენ, ხო, დავუშვათ, აგვიან უჭამ რაღაცა ესეთები, მაგრამ კვებითი აშლილობის გამოწვევა კონკრეტულად მხოლოდ ამ ერთ რაღაცა ან ვინმეს ესეთ ფრაზებს არ შეუძლია რა. ეს არის ბიოფსიქოსოციალური ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობა და ბიოლოგიურ ფაქტორებში ვგულისხმობთ გენეტიკას. რადგან კვლევებით დასტურდება, რომ 50% ამ ავადმყოფობების განვითარების არის გენეტიკური წინასწარ-განწყობი. ვინმე ყავთ ოჯახში ესეთი, ვთქვათ, დედას, ბებიას, მამიდას, ვიღაცას ჰქონდა ეს პრობლემა. და ძალიან დიდი რისკია მერე ამის გამოვლენის. ფსიქოლოგიურ ფაქტორებში იგულისხმება ისეთ რანაირი როგორი ემოციური მდგომარეობა აქვს ადამიანს, აი ადვილად წყინს, რაღაც ადვილად ღიზიან რაღაცა ცნობიარე ტიპი და კიდევ აქვს ესეთი აზროვნების სტილი ამ ადამიანებს, რომ აი ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გამომივიდეს, რაღაც უფრო პერფექციონისტები არიან და რაღაცები, როდესაც გამოსდით კარგად რაღაცა ეტაპზე ცხოვრების და მე რაღაც თითქოს ხელიდან წაუვიდა, ხო? აი ეს მოთხოვნილება, რომ რაღაცა მაინც გამოუვიდეთ სრულყოფილად, შეიძლება დიეტაში გამოიხადოს. და ეს ფაქტორები, როგორი აზროვნების სტილი აქვს, როგორ დეტალებზე, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხო, უნდა გახდე, რა ვიცი, ხა ეს ცეკვაზე რაღაც გითხრეს, რომ აი ესეთი, მაგრამ ვინმე შეიძლება საერთოდ ყურადღება ამას არ მიაქციოს და ვიღაცისთვის ეს ძალიან მტკივნეული და ის გახდეს, შეიძლება იმას არც უთხრეს. შეიძლება იმას არც უთხრეს, ვინმე ის მეგობარს უთხრეს და ჩათვალა, რომ ეს მნიშვნელოვანია. მიხვდით? ანუ ეგეთი აზროვნების სტილი აქვს, რაღაც დეტალებზე ფოკუსირებული იქნება აქვთ ამ ადამიანებს და კიდევ უნდა იყოს სოციალური ფაქტორებიც აქ.
თუ მისი გარშემომყოფები, ოჯახის წევრები, მშობლები, დაუშვათ მეგობრები ამ სხეულის წონას და ფორმებს, ან საერთოდ საზოგადოება არის ეგეთი, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა ჭარბი წონა არის პრობლემა და დასაცინი და რაღაცა ესეთი გასაკიცხი და კრიტიკის ან პირიქით საფუძველი. ისი გამხდარი არის იმდენად მოსაწონი, რომ დღეს ჩვენთან რო გვხვდებიან კომპლიმენტად გეუბნებიან, რომ ვაიმე რა ზუსტად ლამაზად გამოიყურები რა არის სოციალური ფაქტორები და აი ამ ყველაფრის ერთობლიობა გვაძლევს ხოლმე მე აშლილობას რა. ამიტომ აი ის რომ ტრავმული გამოცდილება მხოლოდ ბავშვთა ასაკში ამ ადამიანებს კი აქვთ ხოლმე ესეთი, იმიტომ რომ ამახსოვრდებათ ესეთი რაღაცები, თორე ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვქონია და არ დაუკომენტარებიათ ჩვენს გარეგნობას, უბრალოდ ჩვენ გაგვიმართლა და არ დაგვემართა ეს, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ესეთი აზროვნების სტილი გქონდა და რაღაც გავფილტრეთ მათი. ანუ ამას ვერ გავიგებთ რატომ. ეს მიზეზების ერთობლიობა, ეხა ეს ისეთი ავადმყოფობა არ არის, რომ რაღაცა აი B ტიპის ვირუსი დამემართა და გრიპი. ესე ვერ კონკრეტული რამე ანალიზით ვერ დიაგნოსტირდება. ან მიზეზების ერთობლიობა იწვევს ხოლმე ამას რა. და ეს დიაგნოზი ძირითადად, ესე იგი, ყალიბდება თინეიჯერობის ასაკში, ხო, როგორც თქვით, 11-13. უმეტესად, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში 18-19 წლის ასაკში და მერეც შეიძლება იყოს დაწყებული. ეხა მერე არ მგონია ხო რაღაც 30 წლის ასაკში ჩამოყალიბდეს. შეიძლება კოეფიციენტი ქცევის დარღვევები, აი შეიძლება იყოს რაღაცა ეს რაც და ძირითადად მაინც საფუძველი არის ხოლმე, როგორი ეპიზოდები, იცით, რაღაცა ის მუდმივად დიეტების მცდელობები და რაღაც და მერე უკვე ეს პრობლემა ხდება ხოლმე რა, ესეთი იგროვა მერე ჯაჭვენება. არსებობს თუ არა კავშირი სტრესის დროს ტკბილეულის ან ნახშირწყლოვანი საკვების მიმართ ტოლას შორის, ამაი კრეივინგებს შორის? სტრესის დროს კორტიზოლის დონე იმატებს სისხლში და ხო, სტრესის დროს, აღნიშნავ ხოლმე, რომ აქვთ რაღაც გაძლიერებული მოთხოვნილება ტკბილეულზე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, როდესაც გამოიყოფა სისხლში, ის მადას აძლიერებს და შესაბამისად ჭირდებათ ხოლმე უფრო ესეთი საკვების მიღება, რომელიც სწრაფად ენერგიას მისცემს და მათ მოთხოვნილებას აი ამ გლუკოზაზე და აკმაყოფილებს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა პირიქით გეკეტება და ფიზიკურად ვერ იღებს საკვებს. ზუსტად მე გავღნიშნეთ შფოთვას და დეპრესიის დროს, იმიტომ რომ ეს მადის გაძლიერებაც ან დაქვეითება არის, ინდივიდუალური ამბავია ეს ყველაზე რაღაც აუცილებლად უკონტროლოებით არ გამოიხატება. რა როლი აქვს ცნობიერ ჭამას, ანუ ეს mindful eating-ს, რა არის ის და როგორ შეიძლება ვთქვათ ყოველდღიურობაში ეს გადმოვიტანოთ, რამდენად შესაძლებელია? Mindful eating-ი არის გაცნობიერებულად ჭამა, ხო? კი, კვლევები არის ამ პრაქტიკაზე ჩატარებული და ითვლება, რომ ეს ეხმარება ადამიანებს აი სწორედ ამ უკონტროლო კვების ეპიზოდების მოგვარებაში, რადგან ეს პრაქტიკა არის რაღაც საკმაოდ ისეთი დეტალიზებული, ხო? და ყურადღებას აქცევ ამ დროს საკვების სუნს, გემოს, ფორმას, წონას, ტექსტურას, ნელა მიირთმევ რაღაცა პატარა ლუკმებით. როგორი გემო აქვს ამას აკვირდები და მედიტაციურ მდგომარეობასაც გავს თითქოს ძალიან აწმყოში ხარ, ჩართული ხარ ბოლომდე. თანაყრების განცდას ხდები, იმიტომ რომ ის სწრაფად არ ხდება, მაგრამ ხო, აი რამდენად მაგრამ უნდა ვთქვა. ხო, აი საინტერესო არ არის, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს მე ჩემს პაციენტებთან ამას არ ვრისკავ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ეხა, როდესაც აქვს ანორექსია პაციენტს და მე ვთხოვ, რომ წახემსება გააკეთოს ვაშლით, თქვათ. იმიტომ რომ დიდი დრო გადის, თქვათ, საუზმიდან სადილამდე, სანამ სახლში დაბრუნდება სკოლიდან. და პაციენტი მეუბნება ესეთ რამეს, რომ ვერ მოასწრებს ვაშლის შეჭმას. და თუ ჩემი კითხვა იყო, რომ რამდენი დრო არის ეს დიდი დასვენება, ხო? როგორ ვერ 20 წუთი. ეხ მაინტერესებს, რამდენ წუთში შეიძლება ვაშლი ჭამოს ადამიანმა?
ხო არიცით. ნუ mindful eating-ს მე რასაც ვამბობ, ანუ რეალურად ეს არის გამოყენებული ამ შემთხვევაში. ხო. და პრობლემაა ნახე რას მეუბნება ეხლა ეს ადამიანი, რომ მე ვერ გავფლავ, მე 40 წუთი მაინც მჭირდება ამ ვაშლის შესაჭმელად. და მე უნდა ვჭამო ეს პატარა ლუკმებით, გემრო კარგად გავიგო, რომ რაღაცა მესი ამოვნოს, რომ რაღაცა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის ფუფუნება. ამ დროს, როდესაც ეს ადამიანები ისედაც ესე ჭამენ, რომ გაიხანგრძლივონ ეს სიამოვნება, ან რაც ნებადართული არის, რომ ეს რაღაცა მაქსიმალურად რაღაც ან ის დანაყრების განცდა როგორ მეიგრძნონ, რომელიც არასდროს არ უდგებათ, იმიტომ რომ სულ მშიერი არიან. ესეთი ქცევები კიდევ უფრო ვფიქრობ, შეიძლება აკვიადებულქმედებაში გადავიდეს ვიღაცასთან, რომ აი ეს რიტუალი გახდეს, მიხვდით და კვებითი აშლილობა და ესეთი რიტუალები კიდევ თვლა რაღაცეების, კალორიების, ზომები, რაღაცა თანმიმდევრობით ამისი ჭამა რაღაცა ის ლამაზათებში და ანუ ისედაც ეს რიტუალებია აქ და კიდევ ამისი ხელოვნურად მიწოდება ამათთვის ცოტა საშიშია ხოლმე რა, რომ ეს არ გახდეს რამე კომპულსიური ქმედების კიდევ რიტუალის საფუძველი. ესე იგი ეს რჩევა ვთქვათ შესაძლებელია ჩემი გადმოსახედიდან ზრდასრული ადამიანისთვის, რომელსაც არანაირი დიაგნოზი არ აქვს. და კიდევ რა არის იცით, რომ ვერ მოახერხებს ადამიანი mindful ჭამას თუ არის მშიერი. თუ არის მშიერი ამას ვერანაირად ვერ შეძლებს რა. ესე შეიძლება ერთი ლუკმა შეჭამოს რაღაცა და მერე გაეგა. იმიტომ რომ სწრაფად გლუკოზის დონე თუ დავარდნილი გაქვს, ხო, ხა ვის დაკარგვია რაღაცა ეს რაფერი და გემო აქ ხა ამას, ხო, ამაზე ფიქრები. რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ცდილობს დიეტის დაცვას ყოველი ორშაბათიდან? ეს რაღაცა წრე არის. ხო, ორშაბათიდან კი, რომ რაღაც აიდღე ხო. აი ეგ გაზროვნება კიდევ როგორ იცით, ან ყველაფერი ან არაფერი, რაღაც აი უკიდურესობა. ხო. რომ რაღაცა დავარღვიე და მოდი ახლა აზრი არ აქვს ამას, ხო, რაღაც შევჭამე, რაღაც ერთი წყალში ჩავყარე, ყველაფერი ეს არის შავ-თეთრი აზროვნება, პოლარიზებული აზროვნება და ამ შემთხვევაში პატარა ჩავარდნები არ მოსულა თითქოს რა. და მოდი ახლა ამას შევჭამ ყველაფერს და მოდი დავიწყებ აქედან. მაგრამ რაც შეეხება დიეტებს, ახლა აი დიეტა და შეზღუდვა საკვების, ხო? აი მაგალითად ახლა ვინმე ან თქვენი ახლობელი თქვენ ყოფილ ხართ დიეტოლოგთან? მე არ ყოფილვარ, მაგრამ ჩემი ახლობელი ყოფილა. ხო, აი მე ძალიან ხშირად ყოფილვარ და დაუწერია კვება ჩემთვის. დაუწერია კი, ხო? არ ვიცი თუ უკითხავთ მანამდე რას ჭამდი და რამდენს? უკითხავთ. ძალიან კარგი. გაგიმართლეთ. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება ხოლმე. ინდივიდუალურია. აი ძირითადად იმას არ ექცევა ყურადღება იქამდე რამდენ საკვებს მოიხმარდა ადამიანი. და რა ჩვევები გაქვს ყვებით? ახლა თუ მე მიწერ დიეტას და იქ არის 1200 კილოკალორია, მე მოვედი ახლა რომ დაკლება მინდა და ამდენ ხანში და რაღაც ხო? თუ იქ არის 1200 კილოკალორია ან 1000, ხო? და მე მანამდე ვჭამდი 3000 დღეში. სიგიჟეა, ძალიან შეზღუდვა არის. ამას ვერ შევძლებ. შეიძლება რაღაცა პერიოდი ეს გავაკეთო, მაგრამ ძალიან მალე ეს დამერღვევა და თავი უნებისყოფო და უსუსური მეგონება. მაგრამ კარგი ენდოკრინოლოგი პრინციპში ითვალისწინებს ამას და ნელ-ნელა გიზღუდავს კალორიებს. კი ბატონო. თუმცა ხშირ შემთხვევაში ისევ მერე წონას იგივე წონის დაბრუნება. ხო, აი ეგ ხდება ხოლმე და რატო ხდება ხოლმე? ხა ნახეთ, მაგაზე ჩაატარეს ამერიკაში, მინესოტას შტატში ჩაატარეს ექსპერიმენტი. ეგ ექსპერიმენტი ჩაატარდა ამერიკელი ფიზიოლოგის ანკელ კეისის და მაგისი გუნდის მიერ. და ხა აინტერესებდათ ამ ადამიანებს როგორ მოქმედებდა შიმშილის მდგომარეობა ადამიანის ქცევაზე. და ამ ექსპერიმენტს ქვია მინესოტას ნახევრად შიმშილის ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის დაყენების საფუძველი იყო ის, რომ აინტერესებდათ შიმშილის დროს ადამიანის ქცევა როგორ იცვლებოდა. და თან ეს იყო 1944-45 წლები, ომის ბოლო წლები, მეორე მსოფლიო ომის და ეს ადამიანები, ვინც გამოიერეს შიმშილი და როგორ უნდა გამოეკვებათ ეს ადამიანები შემდეგ ჰუმანიტარული გზებით, რაღაც როგორ მიეწოდებინათ მათი საკვები უსაფრთხოდ. დაახლოებით ამას ემსახურებოდა ეს კვლევა. ამ ექსპერიმენტისთვის აიყვანეს 36 ჯანმრთელი მოხალისე მამაკაცი.
ამ კაცებს არ ქონდათ არც მენტალური ჯანმრთელობის და არც ფიზიკური ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა. და ესენი იყვნენ მოხალისეები ექსპერიმენტში მიიღებდნენ მონაწილეობას. თავდაპირველად 12 კვირის განმავლობაში ამ მამაკაცებს კვებავდნენ 3000 კილოკალორიით დღეში. აძლევდნენ ესეთ საკვებს. შემდეგი 24 კვირის განმავლობაში დაახლოებით 6 თვე ეს საკვები გაუნახევრეს და მისცეს 1500 კილოკალორია. და შემდეგი 12 თვე, ეს 12 კვირა ისევ დაუბრუნეს ის რაციონი, რაც ჰქონდათ მანამდე, 3000. და აკვირდებოდნენ, როგორ შეიცვალა მათი ქცევა. ეხლა რა დაემართათ ამ კაცებს 6 თვის განმავლობაში. ფიზიკურ ჯანმრთელობას რაც შეეხება, მათ დაკარგეს სხეულის ძალიან დიდი პროცენტი წონის 20-30%, კი ბატონო. დაერღვათ თბორეგულაცია, რადგან გამოილია ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში სითბოს გვიცავს გადაცივებისგან, იმიტომ რომ ეს სითბოს დაკარგვისგან, ანუ ძალიან ციოდათ ამ ადამიანებს. ჰქონდათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილები, წნევა დაბალი, ბრადიკარდია, შენელებული პულსი. ჰქონდათ კუჭნაწლავის პრობლემები, გაუვალობა, შეკრულობა. ჰქონდათ ასევე თმის ცვენა დაეწყოთ, ფრჩხილების მტრევა, დაზიანება, კანის აქერცვლა, კბილები დაუზიანდათ. ანუ ესეთი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ ამ ადამიანებს. რაც შეეხება მათ ემოციურ მდგომარეობას, იყო ესეთი, რომ იყვნენ სულ შფოთავდნენ, იყვნენ უმეტესად გაღიზიანებულები. ასევე გაუჭირდათ მუშაობა და დაერღვათ რაღაც, გაუჭირდათ კონცენტრაცია, რაღაცა საქმეზე ფოკუსირებას ვეღარ ახერხებდნენ. სამსახურში ინიციატივას ვეღარ იჩენდნენ, ირჩევდნენ უფრო დამოუკიდებლად მუშაობას ვიდრე გუნდში და გახდნენ იზოლირებული მეტნაკლებად ამ საზოგადოებისგან. ასევე დაუქვეითდათ პოტენცია, ჩამშორდნენ უმეტესობა პარტნიორებს და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ქცევითი პრობლემები შეექმნათ ამ ადამიანებს. აი ზუსტად ის, რაც აღნიშნეთ, რომ mindful eating-ის დროს რა ემართებათ ხოლმე, რა შეიძლება იყოს აი ამ საკვების დეფიციტის და შეზღუდვის დროს ქცევის ცვლილება, აი ამ საკვებს, რასაც აძლევდნენ, იზოგავდნენ, ძალიან ნელა ჭამდნენ. შეიძლება 2 საათი გაგრძელებული იყო ეს კვების რა უგემური ერთი კვება. და ეს საკვები იყო პური, კარტოფილი, ცოტა ხორცი და ბოსტნეული, ანუ დაახლოებით ეგეთი რაციონით კვებავდნენ. ამ პერიოდში დაიწყეს გამოყენება მეტად წყლის, ყავის, საღიჭი რეზინის, რაღაცა სანელებლების, რომ ეს მადა რაღაცნაირად დაერეგულირებინათ. აღნიშნავდნენ, რომ მთელი მათი გონება და ფიქრები და ოცნებები და სიზმრებშიც კი ხედავდნენ საჭმელს, რა თქმა უნდა. და ყურადღება მხოლოდ ამაზე ჰქონდათ მიმართული. დაიწყეს რეცეპტების წიგნების შეგროვება, ჭურჭლის შეგროვება და აი ესე დაუკავშირდა მათი გონება და ფიქრები მთლიანად კვებას. აი ესეთი დრამატული ცვლილებები განიცადა მათმა ცხოვრებამ. და შემდეგ აკვირდებოდნენ რეაბილიტაციის პროცესს, როდესაც და ამ პერიოდში ერთი აღნიშნავდა, რომ დაემართა უკონტროლო კვება და მაღაზიის შემოეჭამა 2 მწიფე ბანანი და პოპკორნის მთლიანი შეკვრა და მერე გული აირია სინანულით და დანაშაულის განცდის გამო. შემდეგ უკვე ესენი აღნიშნავდნენ, რომ აი ეს კვებითი ქცევა, ეს წონა ნელ-ნელა აღდგა, სხეული რაღაცნაირად გაჯანსაღდა, ეს კუჭის მოქმედება აღუდგათ რაღაც, მაგრამ აღნიშნავდნენ, რომ უკონტროლო კვების ეპიზოდები ჰქონდათ და იმაზე მეტი საკვების მოხმარება დაიწყეს რეალურად, ვიდრე იქამდე ჭამდნენ ხოლმე ექსპერიმენტამდე. დაუგროვდათ უფრო მეტი წონა სხეულის უმეტესობას ამას ზოგი აკომპენსირებდა იმითი, რომ ვარჯიშობდა და რაღაც ცდილობდა, რომ ფორმაში ყოფილიყო, რომ დაეკომპენსირებდა ესეთ მეტად მიღებული კალორიები. დაახლოებით მერვე თვეზე აღნიშნავდნენ, რომ დაუბრუნდათ პოტენცია და ანუ ზოგმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა კულინარიას. გასაგებია. აი ესე დრამატულად შეუძლია შეცვალოს საკვების განახევრება იყო ეს რეალურად. და განახევრებამ შეუძლია აი ეს შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ
ეს დიეტები იმიტომ არის სახიფათო, რომ თუ ჩვენ განახევრებას არ ამგონია რომ აკეთებდნენ ადამიანებს, შეიძლება გამეოთხედება იყოს იმისი, ან კიდევ უფრო ნაკლები საკვები, ახლა რაღაც მონოდიეტებზე როდესაც არიან ადამიანები, ხო, შეიძლება მანამდე 3-4,000 კილოკალორიით იგებებოდნენ დღის განმავლობაში და უცბად 500, ხო? ანუ ძალიან მინიმალურ რაოდენობის კვებაზე გადადიან ხოლმე და განახევრება თუ ესეთ შედეგებს გვაძლევს და ეს ექსპერიმენტით დაადასტურეს, ხო? ის რა შედეგს გამოიწვევს, წარმოიდგინეთ არ გაგვიჭირდება ალბათ ახლა ამისი რა შეიძლება დაემართოთ ამ ადამიანს. ამიტომ არის მე რომ ესეთი შეზღუდვები მე თავის მხრივ იწევს უკონტროლო კვების ეპიზოდებს, მე კიდევ შეზღუდა და აი ამ ციკლში ტრიალებს ადამიანი. უსაფრთხო დიეტები არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მინიმალური რაოდენობით კალორიების შემცირება და ეს შეიძლება იყოს თუ დაუშვათ მე ვიღებ დღეში 3000 კილოკალორიას, თუ მე მოვაკლებ მხოლოდ 500 დღეში. ეს ესეთი დრამატულ, ესეთი სტრესული არ იქნება ორგანიზმისთვის და ამას ოღონდ ეს ძალიან ნელკლებას გულისხმობს და ეს არ მოწონთ ხოლმე, ხო, ადამიანებს დიდათ არ მოწონთ ხოლმე ეს, რომ კვირაში მხოლოდ 9 კილოთი კლება იყოს. არა და ეს არის ჯანსაღი. რა თქმა უნდა და ეს დროშიც 3-4 კილო, მგონი თუ ხა ძალიან დიდი მაქსიმუმ. ხო, იმიტომ რომ მოასწროს ორგანიზმმა ამასთან შეგუება. მე მგონი მაღალი და წონა თუ არის მეტაბოლიზმი არ დაირღვეს, არ შენელდეს, მე იმიტომ რომ როდესაც გადადის ესეთ რეჟიმზე სხეული, ხო, ცდილობს რომ დაზოგოს ენერგია და გადარჩეს და ანელებს მეტაბოლურ პროცესებს და ეს მეტაბოლური პროცესები არის, რა ვიცი, მე უჯრედულ დონეზე მიმდინარე პროცესები, რომელიც რა გვაცოცხლებს და ახალი უჯრედების წარმოქმნა, რაღაცა ის ტოქსინების გაუვნებელყოფა, რაღაც გულისცემა ძნელდება ხოლმე ამ დროს, როდესაც დაბალია ხოლმე ეს წონა. რომ გადადის სხეული ნელი წვის რეჟიმზე, რომ აი ეს კალორიები რაც მიეცი, რომ მხოლოდ ის დახარჯოს და გაცოცხლოს. აი ესეთ რეჟიმზე გადადის და ეს მეტაბოლიზმი როდესაც ნელდება, ხო? მერე უკვე ძნელი არის, აღარ იკლებს წონაში ადამიანი. გასაგებია. როგორ ავიცილოთ თავიდან ემოციური კვება? დანაშაულის გრძნობა საკვების მიღებისას ან აკრძალვები. აი როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? თუ არის რამე რჩევა? ემოციური კვებისგან თავდაცვისთვის პირველ რიგში მშერი არ უნდა. მშერი თუ ვიქნები, ამას ვერ გავაკონტროლებ. რაც შეეხება ეს ემოციებს, ხო? ნუ ეს მიდგომა ახლა კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის თერაპიით მუშაობ მე ამ პაციენტებთან და პაციენტებს ვეხმარებით იმ ნეგატიური ემოციების ამოცნობაში. რომ მაგალითად ეხლა თუ დაუშვათ მე ვინმე მაწყენინა და მე წავედი და ვჭამე, ხო? ეს ბრაზი მქონდა, ან წყენა მქონდა და ეს ემოცია იყო ძალიან რთული გადასატანი ჩემთვის. და გამიშდა ეგეთი ფიქრები, რომ მე პატივს არ მცემენ, ან რაღაც, ხო? მერე ჩვენ ვასწავლით პაციენტს ამოიცნოს ეს ნეგატიური ემოციები, ის ფიქრები, რომელიც ამას უკავშირდება და გავარკვიოთ, არის თუ არა ეს სწორი, მართლაც მისი დასკვნა, რომ არ არის პატივსაცემი ადამიანი, ან ის კონკრეტულად ის ადამიანი ექცევა მას უპატივცემულად. რატომ შეიძლება ის ადამიანი ესე მოქცეულიყო? აი ამ რაციონალური ახსნის მოძიებას ვასწავლით ხოლმე, რაც შეიძლება მეტი ვარიანტის, რომ მხოლოდ ჩვენ გიქცევა ესე თუ სხვებსაც და ნუ მთლიანი სურათის დანახვას ვასწავლით, რომ რატო შეიძლება ის მოქცეულიყო ასე და არა სხვანაირად ვთქვათ და მისი რომ არ იყო ვთქვათ მისი ბრალი ან მისი პიროვნულობის ბრალი ან რაღაცა მისი არასრულფასოვნების გამო ეს მოხდა მისი დამცირება ვთქვათ და მე უკვე როდესაც ეს ადამიანი ამას ახსნის ამ სხვა ადამიანების ქმედებას ხო ან რატო ეწყინა მაგალითად ვინმესგან უყურადღებობა ხო რატო შეიძლება ის იმ ადამიანს არ დაერეკა ჩემთვის სხვა ვარიანტებსაც თუ განიხილავს ხო მე უკვე ეს ემოცია ისეთი მძაფრი ვეღარ არის რომ მას დაჭირდეს ყვებით შევსება ხო გასაგებია და სხვადასხვა სიტუაციებზე შეიძლება სხვა სიტუაციებში კი სადაც რაიმე ესეთი სირთულე აქვს ხოლმე პაციენტს და ესეთი ტრიგერებია ხო რაღაცა ურთიერთობები იქნება ეს თუ შფოთვათ სიტყვის გამოცვლისას თუ რაღაც ხო იქ აი ამ ნეგატიურ ფიქრებს ვასწავლით როგორ გამოიჭიროს
და როგორ შეცვალოს რაციონალური ფიქრებით, რაც მის ემოციებს არეგულირებს თავისუფლად. ეხმარება თუ არა წერა ამ დროს ადამიანს? ზუსტად ეგ დავალებებია დასაწერი ხოლმე. ნინო, აგვიხსენი რა არის დისმორფოფობია? დისმორფოფობია ერთ-ერთი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა არის და ეს საკუთარი სხეულის მიუღებლობას უკავშირდება. ოღონდ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს არ იყოს მთლიანად სხეულის შესახებ რაღაც უკმაყოფილება, როგორც არის ხოლმე კვებითი აშლილობების დროს, კონკრეტულად მისი სხეული კონკრეტულად მიუღებელია მისთვის და უკმაყოფილოა ესეთი სხეულით, როგორიც აქვს. ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ძირითადად რომელიმე სხეულის რომელიმე ნაწილზე განსაკუთრებული ყურადღება, კი. და ამ შემთხვევაში სწორედ იმ კონკრეტული ნაწილის გამოსწორებაზე არიან ხოლმე ორიენტირებული, შეიძლება ცხვირი იყოს ან წარბი იყოს, რაიმე ნაწილი სხეულის, რომელიც განსაკუთრებით არ მოწონთ ხოლმე ან დამახინჯებული ეჩვენებათ. და ოღონდ ეს შეიძლება არ იყოს რაღაც დიეტებით დარეგულირებული და ეს იყოს პლასტიკა. პლასტიკური პირობით ჩარო. ანუ ყველა ვარიანტში ესე იგი ადამიანი თუ მიმართავს რამე, თქვა ზონის სხეულის კორექციას ან სახეზე კორექციას, ეს ნიშნავს, რომ ეს დიაგნოზი გააქვს. აი იმ შემთხვევაში ნიშნავს თუ ეს ხდება არასდროს მოსაწონი და ხშირად ამაზე გასაგებია. ანუ ერთხელ შეიძლება თქვათ რაღაც. ხო, რა ვიცი, თუ მაქვს მეკეხი ცხვირზე და ამის გავიკეთების პრობლემა არ არის, მაგრამ თუ გავიკეთება 10 ჯერ ამაზე ოპერაციას, ეს სულ მუდმივად დაუკმაყოფილებელი და ხო, საკუთარი სხეულის გარკვეულ ნაწილების მიუღებლობა არის ეს და გასაგებია. და არის თუ არა თქვათ კავშირში, აი ხშირად კვებით აშლილობებთან აქვს თუ არა კვებით აშლილობების შეიძლება იყოს კომორბიდული მდგომარეობა ერთ-ერთი, ისევე როგორც შეიძლება კვებით აშლილობასთან ერთად შეგვხვდეს ობსესიური კომპულსიური აშლილობა, დეპრესია, დაბალი თითის შეფასება. ეს მდგომარეობებია, რომელიც შეიძლება პარალელურად არსებობდნენ. გასაგებია. მაგრამ არ არის აუცილებელი. არ არის აუცილებელი. ცალ-ცალკეთ შეიძლება იყვნენ ისეთივე წარმატებით. ნუტრიციოლოგები ხშირად საუბრობენ ორთორექსიაზე და არის თუ არა ეს კლინიკური დიაგნოზი? ორთორექსია ეს ტერმინი, სწორი, არა, უფრო სწორედ სუფთა კვება, მადას ნიშნავს ეს ორექსის, ხო? ეს ტერმინი შემოვიდა იმის აღსანიშნავად, რამდენად ჯანსაღი, ან სუფთა ეს საკვები, ხო, არა სუფთა და კლინიკი, ხო. მაგრამ ეს როგორც დიაგნოზი ჯერჯერობით არ არის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს ანუ აი იმ დაზუსტებული სხვა კვებითი აშლილობები, აი ამ დიაგნოზში გადიოდეს, ამის ქვეშ ვიგულისხმოთ, ან შეიძლება ეს იყოს ობსესიურ კომპულსიური აშლილობის ჩარჩოში. თუ ეს არის რაღაც განსაკუთრებული შფოთვა, აი დავუშვათ გამოიწვევს რაღაც ჩემი ორგანიზმის დაბინძურებას ან დაავადებას და ამის გამო ადამიანები ირჩევენ ხოლმე რაღაც ბიოპროდუქტებს, რაღაცა კითხულობენ ინგრედიენტებს შემადგენლობას, სად არის მოყვანილი, რაღაც თუ ეს ყველგან არ მირთმევენ თვითონ მომზადებულ საკვებს იყენებენ ხოლმე. კი, ამის გამო შესაბამისად ხდებიან იზოლირებული და ყველაზე უფრო სახიფათო ამბავი იმაში არის, რომ ეს ადამიანები ნელ-ნელა იზღუდება საკვები რაციონი მათი, იმიტომ რომ ეს საკვები ახლა ესე სუფთა და რაღაც ისეთ გაშლილველზე მოყვანილი და ორგანული, ხო, ეს ძალიან რთული არის. ხო. და ძალიან დიდ დანაშაულის განცდას დანაშაულის განცდა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა არასუფთა და არაჯანსაღი სხვებსაც აკრიტიკებენ ხოლმე, აი ამის გამო. და თვითონაც ცდილობენ, რომ ეს შეცდომა არ დაუშვან. შესაბამისად, მიღებული ნუტრიენტების ძალიან მცირდება აი ამის რაოდენობა და ორგანიზმს რეალურად ეს დანაკლისი აქვს შემდეგ და შეიძლება რაღაცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ამან და სხეულის წონის დაქვეითება გამოიწვიოს. და ამის უკან რეალურად შეიძლება იდგას სიკვდილის შიში? ავადმყოფობებით გამოწვეული? ხო. იცით რა არის ხო, ეს ავადმყოფობა თუ რაღაც მკლავს ბოლოში, ხო? რა თქმა უნდა ეს, მაგრამ შიმშილიც
ასევე შეიძლება მკლავდეს, ხო. ამიტომ მათთვის გჭირდება ხოლმე განსაკუთრებით ახსნა ახლა ამის. შეიძლება ბოდვითი რეგისტრიც გქონდეს ამ ამბავს და შეიძლება, რა ვიცი, მე, რა ვიცი, ამ ყველს არ შევჭამე, იმიტომ რომ, რა ვიცი, მძროხა მრაბალახი ჭამა და რაღაც, ანუ აი ამ დონეზე შეიძლება იყოს ეს სუფთა და ჯანსაღი პროდუქტებით ასე მოცული. გასაგებია, მაგრამ ესე თუ ვცდილობთ, რომ სუფთა და ჯანსაღი პროდუქტები მოვიძიოთ და ვიკვებოთ ამით, მაგრამ არ გქონდეს შფოთი ამასთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ნორმალია. და ამის გამო რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გვექნებოდეს და წონა დაბალი და ამენორეა და ასე შემდეგ. უბრალოდ აკონტროლებდე, რომ ეს ძალიან კარგია. შენი რაციონი იყოს ჯანსაღი და სუფთა. დაბალანსებული აუცილებლად. მეც დაბალანსებული კვების მომხრე ვარ. ნინო, გითხარი რა არის კვებითი აშლილობების ამოსაცნობი ნიშნები? ხო, კვებითი აშლილობების ამოსაცნობი ესეთი ძალიან რთული არის ამის შემჩნევა ადამიანისთვის, რადგან ის ამას ყოველთვის მალავს. რადგან საშიშროება იმისი, რომ ამ ქცევებს ვიღაცა წაართმევს, ყოველთვის არის ხოლმე. რაზე შეგვიძლია რომ დავაკვირდეთ ახლა? მაგალითად, თუ ადამიანი რაღაცა განსაკუთრებულ დიეტას მიყვება, ან რაღაც სპეციფიურ ვეგეტარიანელი ხდება, ან უარს ამბობს მაგალითად ოჯახის საკვებზე და თვითონ იმზადებს საკვებს. შეიძლება იყოს განწყობის ცვლილებებიც უფრო გაღიზიანებული თუა, ან ხო არ მოიხმარს უფრო მეტ სითხეებს, ან ყავას, ან საღეჭ რეზინს. ანუ ეს ისეთი ნიშნები არის, რასაც შეამჩნევ შიმშილის დასარეგულირებლად შეიძლება იყო, ანუ ზომაზე მეტს რომ მოიხმარენ, აი ამას შეატყობთ, ახლა სულ ღეჭავს ადამიანი. შეიძლება ეს ადამიანები აი კვების შემდეგ ხშირად იყენებდნენ საპირფარეშოს, სწრაფად გადიოდნენ. აი ესეც შეიძლება იყოს საეჭვო სიმპტომი, შეიძლება უარს ამბობდნენ სადმე ისეთ ადგილზე წასვლაზე, სადაც საკვები იქნება. ან მაგალითად, როდესაც ზივართ ერთად და ვსადილობთ, მე უკვე ვჭამე, ან მოგვიანებით შევჭამ, შეიძლება რაღაცა ესეთი ფრაზები გქონდეთ. ესენი არ ამბობენ, რომ დიეტაზე არიან. უარყოფენ საერთოდ დიეტებს რა, არ მშია უკვე ვჭამე, რაღაცა ესეთი ფრაზები აქვთ ხოლმე. ხო, გაღიზიანებული და ნუ კონცენტრაცია უჭირთ, შეიძლება უფრო ჩამორჩნენ, შეიძლება სწავლაში და აი ამაზეც შეატყოთ რაღაც უფრო მეტად თვით კრიტიკულები არიან ხოლმე და შეიძლება რაღაც თვით ამამცირებელი ფრაზებიც გქონდეთ და რაღაც საკუთარ გარეგნობას ესე აფასებდნენ უარყოფითად. ქცევებს? ხო, ქცევებს არა. ქცევებს არა, ხო? გარეგნობაზე აქვთ ეს, ხო. შეიძლება ეცვათ ძალიან თბილად, იმიტომ რომ მათ ან დიდი ზომის ტანსაცმელი რო ეს არ შეეტყოთ, ეს მეტად გახდომა, ხშირად მშობლები აღმოჩენენ ხოლმე რომ ძალიან გახდა. შემთხვევით რა, როცა ეხლა ეს დაინახავენ, თვალს მოკრავენ შიშველს. და ეს შენიღბულები ხშირად არიან ხოლმე აი ამ პრობლემით. მოქმედა ეხლა ჩემს. მართლა ძალიან რთულია. და თუ ვინმეს ასეთ სიმპტომებს შეატყობთ, ძალიან სწრაფად დაარწმუნეთ, რომ მიმართოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხო ეს არის მომაკვდინებელი ავადმყოფობა და დაახლოებით 10% მთავრდება სიკვდილით. ეს იმიტომ ხდება, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა კი არის, მაგრამ ეს ფიზიკურ სხეულს ანადგურებს და შეიძლება გაჩერდეს გული, გასკდეს კუჭი და მოხდეს სისხლდენით ადამიანი. და აი ამიტომაც აი ამ ფიზიკური გართულებების ფონზე ხდება ხოლმე სამწუხაროდ ესეთი შედეგები. ამიტომ თუ ეს ადრეულ ეტაპზევე არის მიხედილი ეს პრობლემა, სასიკეთო გამოსავალი გვაქვს ხოლმე. და შორსწავლსული შემთხვევები ძალიან ძნელად ექვემდებარება გამოჯანმრთელებას. ნინო, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან სასიამოვნო საუბარი იყო და იმედია ჩვენს მაყურებელსაც რაც გავუზიარეთ, ერთს მაინც დაეხმარება. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის.